6 ახალშობილი 24 საათიან პერიოდში. 6-ვე მათგანი ერთ დღეს ერთმანეთის მიყოლებით დაიბადა. ლივიას, ნიცას, სოფიას, ილიას, ეკატერინესა და თაიას დაბადების ადგილი და თარიღი აერთიანებთ. 9 ივლისი ზესტაფონი ჯეოჰოსპიტალსის სამშობიარო განყოფილება. ამ დღეს მშობიერეთაგან პირველი ანა ჭყოიძე იყო, რომელიც ბიჭის დედა გახდა. მე ვიყავი პირველი მშობიარე ამ დღეს 9 ივლისს ღამის პირველ საათზე რომ მოვედი და შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი მშობიარეებიც და ესე გავიცანით ერთმანეთი მე აქ. განწყობა და ემოცია ის იყო, რომ უკვე დაწყებული მქონდა მშობიარობა, თითქმის აქ რომ მოვდიოდი და უდიდესი ემოციით ველოდობოდით მე და ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ დაიბადებოდა ილია და ძალიან გვინდა რომ დაგვერქმია ეს სახელი და ბიჭი რომ იყო გავიგეთ და ვარქმევდით იმ სახელს, რაც მოფიქრებული გქონდა, ეს უდიდესი ემოცია იყო ნამდვილად ჩვენთვის. სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების ფონზე შთამბეჭდავი მოცემულობა და იშვიათი ფაქტია. იგი ბედნიერი 9 ივლისი, ასე შემიძლია დავათქვა ამ დღეს, იმიტომ რომ საოცარი დღე იყო მართლა, ზუსტად 24 საათში კი არ შეიძლება უფრო მოკლე დროშიდაც 6 ახალშობილი დაიბადა ჩვენ კლინიკაში. პირველი იყო ჭყოიძე ანა, რომელიც შემოვიდა თითქმის ფაქტიურად სრული გახსნით, იყო ვაჟკაცი, პირველი ზოლის გამჭრელი და მე მოყვა 5 გოგონა. ხო და ისეთი საოცარი დღე იყო, საერთოდ არც დაღლავს გრძნობთ არავინ, არც არაფერს ვართ ბედნიერები, გახარებულები, იმიტომ რომ ვემსახურებით ჩვენ საოცარ საქმეს, ეს არის ბავშვების დაბადება და მათ შორის განსაკუთრებულად ჩვენი რაიონის მკვიდრების, თუმცა მეზობელი რაიონებიც ყავს, თერჯოლიდან ყავს ბევრი პაციენტი და რაც თავარია ქართველების გამრავლებას, რაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს და სულ ვარ ამათ სადარაჯოჟე, უფალმა გვიმრავლოს, მადლობა ღმერთს 9 ივლისისთვის და ასეთი 9 ივლისები ბევრი გამეორებული იყოს მთლიანად მთელ საქართველოში. ჩვენი რაიონის და რესპუბლიკის შობადობის ფონზე ერთ რიცხვში 6 ახალშობილის დაბადება დღეს ძალიან იშვიათია და მით უმეტეს ისეთ პატარა რაიონში როგორც ზესტაფონია ეს არ არის მარტივი და ადვილი საქმე. რა თქმა უნდა, აქ ორი სამშობიაროა ზესტაფონში, მაგრამ ეს 6-ვე ჩვენთან მოვიდა, ჩვენ კოლექტივთან მოვიდა და მით უფრო გახარებული ვართ ამ კონკურენციის ფონზე, ჩვენ ორივე ვძლიერდებით